დარიალის ხეობაში მომხდარი სტექია საუბრის ერთ-ერთი თემა იყო სომხეთში, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. მეწყერის შედეგად მაგისტრალური გაზსადენის დაზიანების გამო რუსეთიდან საქართველოს გავლით სომხეთისთვის გაზის ტრანზიტის პრობლემა შეიქმნა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით 1200 მმ-იანი გაზსადენი სავარაუდოდ 2-3 დღეში იქნება აღდგენილი. ეს განცხადება პრემიერმა სომეხ კოლეგასთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა. სომხეთის პრემიერმა კი ქართველ კოლეგას მეწყერის სალიკვიდაციო სამუშაოებში დახმარება შესთავაზა. სტექიასთან დაკავშირებით კომენტარები გააკეთეს ერევანში მყოფმა საქართველოს საგარეო საქმეთა და ენერგეტიკის მინისტრებმაც, რომელთა თქმით აღდგენითი სამუშაოები დაწყებულია და მილსადენის აღდგენა და გაზის შეუფერხებელი მიწოდება უახლოესი 2 დღის განმავლობაში იქნება შესაძლებელი. საშინელი კატასტროფა მოხდა დარიელის ხეობაში, ჩაკეტილია გზა, ჩახერგილია გზა, დატბორილია ლარსის გამშვები პუნქტი, გარდა ამისა დაზიანებულია გაზსადენი, რომლითაც სომხეთს მიეწოდება გაზი. მიმდინარეობს აქტიური სამუშაოები იმისათვის, რომ ეს არ დაეტყოს ტვირთის გამავლობას, არ დაეტყოს გაზის მიწოდებას. საქართველოს მხარე ყველაფერს აკეთებს და 24 საათიან რეჟიმში მუშაობს იმისათვის, რომ სტიქიით მიყენებული ზარალი დაითვალოს და მისი ლიკვიდაცია მოახდინოს. სომხეთისთვის მოგესალმებათ ძალიან მნიშვნელოვანი კორიდორია და რა თქმა უნდა ტვირთების შეფერხებაზე იქონიებს გავლენას. საავტომობილო გზა ჩაკეტილია. სტიქიამ დააზიანა გაზსადენი 1200 მმ-იანი, რომლის საშუალებითაც რუსეთიდან შემოდიოდა გაზი და ტრანზიტული გავლით მიეწოდებოდა სომხეთის რესპუბლიკას. ამ დროისთვის მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები და ხვალ ზეგისთვის უკვე შესაძლებლობა იქნება ისევ სომხეთს ისარგებლოს ამ მილის საშუალებით ბუნებრივი აირით. ანუ ეს პრობლემა იქნება მოხსნილი.